İşte orada. აი ისიც. Koysam მასთან რომ მივიდე გამიხსენებს? Onu günler. გაეცინება თუ მიხვდება რომ სულ მასზე ვფიქრობ. რამდენი ხანი ფიქრობდი? მოტოციკლი მზად არის. თავი გამოიჩინე. ჰელინ, რა? მადლობ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ვიცი, თვალებში გეტყობა. მიდი, წარმატებას გისურვებ. Belli işte. ყველაფერი გასაგებია, ის ლამაზი გოგო მისი შეყვარებულია. იმედია მოტოციკლიდან გადმოვარდება. მიდი ძმაო. მიდი. მოდი, ვიღაც უნდა გაგაცნო. მოდი. ასიე, ნახე ვინ მოვიდა, ასიე. ასიე, სიძე შენ გელაპარაკება. ეს შენი დიდი თაყვანის მცემელია, ასიე. სტამბოლელი დეიდის მაჭანკლის შვილია. ძალიან უნდოდა შენი გაცნობა, შემთხვევით მოვიდნენ, რომ შეჯიბრება ენახათ, ბაზრობაზე დადიოდნენ. როგორც კი დავინახე თქვი, აი ეს მესმის, სამყარო რა პატარაა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქ ვნახავდი. უბრალოდ დაუჯერებელია მეთინ, არა? დიახ, დაუჯერებელია ძმაო ოსმან. ქალბატონო ასიე, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. შეჯიბრს უნდა უყუროთ? აქ ამისთვის მოხვედით? ეც მინდა ვნახო. ფავორიტი ყავთ? სონს ვიზედებთ. არ დაიჯერებთ ქალბატონო ასიე და სპორტის ეს სახეობა ძალიან მომწონს. ასიე. ძმაო. ალბათ ცოტა შერცხვა. წამოდი, ერთად დავსხდეთ. მოდი, დაჯექი. მოდი. მერთო მიშველი. მოდი, დაჯექი. მერთო შენ მიშველი. დაინახე იმ თავხეთ მოგოგომ რაკნა. ზადი და აქ მოიყვანე, მიდი ზაფერს რაფად. კარგი ძმაო. მერთო შენ მიშველი. ხორცი როდი შეიწვება? ჯანდაბა. მალე მამა ბახათინ. წვავ ხორცს. ჯანდაბაში წასულ ხართ ხორცთან ერთად. ჯანდაბაში წასულ ხართ. მიდი დაამტკიცე რომ პროფესიონალი ხარ.
ვითვალ თვალებს. შეჯიბრი რომ არა ჩემს ბადეში გაებმებოდა. Az kaldı. ცოტა დარჩა. Yarışı kazan. შეჯიბრს მოვიგებ და ვიპოვი. კარგად ხარ? კარგად ხარ? რას აკეთებ? Delirdin mi? Ne შეიშალე? parkurunda? ტრასაზე რას აკეთებ? რას მიყურებდი? ყურადღებაც არ გაგიფანტებოდა. გზაზე არ გადამირბენია. ჩემს საქმეზე მივდიოდი. რა ვქნა? ასეთი ვარ. ლამაზ გოგოს ყოველთვის უყურებ. ექიმს მოვიყვან. ცუდად გამოიყურები. მოიცა, მოიცა. Seni bu... იმედი მქონდა დღეს გნახავდი, მაგრამ ასე არა. Ya bir kere de ayak... ერთხელ მაინც დაგელაპარაკო ფეხზე დამდგარი. Ayakta durabildiğin ფეხზე დგომა გიჭირს. ყოველთვის მიწაზე წევხარ. როცა ვხვდებით, როგორც ჩანს მოტოციკლზე ჯდომაც გიჭირს. Günlerdir her... ყველგან შენ მეჩვენები. შემდეგ ვიხედები და არ ხარ. დილით გაგვიძება არ მინდა, რადგან იმედი მაქვს, რომ Sabahları yataktan სიზმარში გნახავ. çıktığımda biraz daha göreyim diye. აშკარად ტვინის შერყევა გაქვს. ალბათ თავი დაარტყი, რადგან ასე ლაპარაკობ. böyle çare წავალ, ექიმს მოვიყვან. ახლა yardım getireyim. Adım... სახელი მაინც მითხარი. Belki... იქნებ შენ მოსვლამდე მოვკვდე. ასიე. ასიე. Yardım... ექიმთან ნუ წახვალ, ასიე. Bana kimse... ვეღარავინ მიშველის. Dakikadan sonra. Aman yetiş geç kaldı. სწრაფად გვაგვიანდება. İlyas! ილიას. კარგად ხარ? კარგად ვარ, კარგად. მოიცა. მიდი. Adı İlyas mı? ამ ბიჭს ილიასი ქვია? Türkiye motor... მოტორბოლის გამარჯვებული გახდა მეჰმედ სალგი, რომელიც მესამე ნომრით მონაწილეობდა. Bir şeyim yok, tamam. ყველაფერი რიგზია, კარგად ვარ. მეორე ადგილი იბრაჰიმ საქალმა დაიკავა. Motoru nasıl arınıyor? ხარ საუცლებლად თავანაზღაურებ. Baştan al. არ უნდა ამეღო, მაბატიე. ილიას. ამაზე არ ინერვიულო. მე შევაკეთებ. ასე ხდება, როცა ადამიანმა თავისი ადგილი არ იცის. ეს საჩემო საქმე არ არის. მე კი ამას ვერ ხვდები. ჯანტაბა. ვისი იმედი მქონდა, ვისი? Ne kadar? რა ღირს? 20 ლირა. ფოკუს მოკუს. ნამდვილ ჩიტად იქცა. დაინახეთ ბავშვებო. Kuşa dönüştü, gördünüz mü? Peki... ახლა კი დაუ, შობლები გეძებენ. გაგიჟებულები არიან. გაგიჟდნენ. გირჩევ კარგად დაფიქრდე. მეთინი ცუდი ბიჭი არ არის. მობილურ ტელეფონებს ყიდის. მაღაზია აქვს თან, ყველგან უფასო დარეკავ. გესმის? ჯანქად. რა, დაუ, რა. წადი აქედან. არავის უთხრა რომ ნახე, კარგი? მაგრამ წადი, მომშორდი. Ne oldu abi? რა მოხდა ძმაო? გითხე საიქცაო, კარგად ხარ?
Rüya bitti gel. ოცნება დამემსხვრა ძმებო. Ya dünyanın სოფლიოში საუკეთესო მოტოციკლით მონაწილეობდი. შემდეგ კი ნაწილებად დავშალე. რა მოხდა, რატომ წაიქეცი? yaptın ki kazayı? Son turda yaptım. ბოლო წრეზე ვიყავი. მაგრამ ერთი ჭკუის კოლოფი ტრასაზე გამოვიდა. თვალი ვერ მოვაშორე და ამოვყირავდი. Nasıl olur abi? ეს როგორც მაო? Haber verelim სადაც საჭიროა შევატყობინოთ, საჩივარი შევიტანოთ, სასამართლოში უჩივლოთ. sağa sola. არ უნდა შეგეხედა და ყურადღება არ გაგეფანტებოდა. ყველაზე ლამაზი გოგოა, ვინც ოდეს მე მინახავს. შეუძლებელია არ შეხედო. ძმაო, რას ამბობ? ჯანდაბა, სხვა რატომ უნდა შემეხედა? Aklıma ჭკუა დავკარგე. Adası. ასე ექვია. გოგოს გაცნობა უკვე მოასარი, არა? Yani at. არ არსებობს. არა. Yok abi. ყოჩახ, Bravo sana. ყოჩახ. ჩემი საქმე წასულია. ტრასაზე შეშლილივით რატომ გარბოდი? შეიძლება კითხო ამ სულელურ სპორტს რატომ მისდევ? Tam tersi. სპორტის სამსახეობას დიდი ჭკუა სჭირდება. შენ კი ჭკუის ნაკლებობის გამო სულ ეცემი. Ya anlat. რაც არის წინ ვამბობ. მთავარია მოტოციკლზე ჯდომა შეგეძლოს. ეს მესმის. მაგრამ რამდენჯერაც გნახე სულ მიწაზე იყავი. ესე იგი მოუხერხებელი ხარ. ღმერთო ჩემო. Ya sen ასე რატომ ელაპარაკები? susuyorsun onu söyle. რა შენი საქმეა? Nasıl? როგორ თუ რა ჩემი საქმეა? Ya senin yüzünden შენ გამო ავარიაში მოვყევი. შანსი ხელიდან გაუშვი. იცი ეს მოტოციკლი რა ღირს? biliyor musun? Üstelik რაც თავარია, ჩემი არ არის. ne olacak? ახლა როგორ მოვიქცე? შენ რა სხვა საქმე არ გაქვს? მოტოციკლით რას დაკრი ხარ? მოზარდებიც კი არ იცევიან ასე. ეს რა ინტელექტუალური შეჯიბრია? სპორტია? Nerede oturuyorsun? საცხოვრობ. Kasap. ამ დასახლებაში? მომისმინე? ჩემი ძმა პოლიციელია. ჩივილს თუ აპირებ არ გირჩევ. ვისვე მუქრები. გული ისე მიფეთქავს, რომ მგონია გამისკდება. საჩივლელად კი არა. შენ სანახავად მოვალ. Gözlerine biraz daha გონი მოვკვდები თვალებში თუ კიდევ ჩავხედავ. bakacağım sanki. Asiye! ასიე. ილიას, Atla. დაჯექი. საით? მუდანიაში. მონაწილეებისთვის უეულებას მართავენ. ნიშნულოვან ხალხს გაგაცნობ. მიდი, დაჯექი. ბიჭებო, თქვენს წამოდით. ჩემს ბიჭებს მისამართი კითხეთ. მანქანა გყავთ? ყავს, რა თქმა უნდა. კარგი, წავედით. İşte siz. ესეც ასე გიპოვე. ცოტა გავისეირნოთ. ამბობენ აქ შესანიშნავი კაფეა. თუ გინდათ წავიდეთ. პიცით გაგიმასპინძლდებით. გონი მოგშივდათ. სახეზე ფერი არ გადევთ. რა სიტყვით? ხო, მართლა, მეთინი მქვია. თქვენი სიცის ნათესავი ვარ. სტამბოლიდან ჩამოვედი თქვენს გასაცნობად. მაგრამ ნაწყენი ვარ. ვერ მივხვდით ჩემს დანახვაზე რატომ გაიქეცით. სანერვიულო არაფერია. ყველაფრის საქმის კურსში ვარ. თანამედროვე ადამიანები ვართ. გაცნობის გარეშე შეიძლება? Ya ne olur? რა შეიძლება? რა? Görüşmek თქვენი გაცნობა არ მინდა. არც ლაპარაკი მინდა. ჭამა საერთოდ არ მინდა. თავი დამანებეთ. Şey diye mi acaba? ამას ჩემი სიმაღლის გამო ამბობთ, არა? ამიტომ გაიქეცით. რას ამბობ ძირფასო? რა თქმა უნდა, ამის გამო არ გავქცეულ ვარ. თუ ასეა დავილაპარაკოთ. ახლოს რომ გამიცნობთ, გაიგებთ როგორი ადამიანი ვარ. ძალიან გთხოვთ, რაც მთავარია სიმაღლეს რა მნიშვნელობა აქვს. თუ ღმერთი გწამთ. Öyle boyun იცით, ერთი მსახიობია, დიახ, რა ქვია, როგორ დამავიწყდა, გთხოვთ, ქალბატონო ასიე. დავბრძანდით? რა ქვია იმ მსახიობს? ასე მგონია ცხოვრებაში ვერ გავიხსენებ. Tom Cruise. ტომ კრუზი. მაგალითად ტომ კრუზის პირველი ცოლი მასზე ერთი თავით მაღალი იყო. მეორე ცოლს კი საერთოდ მხრებამდე სწვდებოდა. კარგი, დავივიწყოთ. ამ თემაზე შიერი კუჭით არ ლაპარაკობენ. მოდით, პიცა შეუკვეთავ და საუბარი მერე გავაგრძელოთ. რომელი პიცა გინდა? benim dürümümün içine sinir. პიცა დამამშვიდებელი აბებით.
რადგან სულ ცოტაც და ირგვლივ ყველას ვეჩხუბები. რა ხუმარა გოგო ყოფილხართ. ძმაო, ერთი წუთით შეიძლება? ერთი პიცა მოგვიტანე დამამშვიდებელი აბებით და მეორე ჩვეულებრივი. იცით ქალბატონო, ასიე, იუმორი მე ძალიან მიყვარს. ერთხელ მეგობრები შევიკრიბეთ. მოკლედ, შევიკრიბეთ, დავსხედით. შემდეგ ანეკდოტების მოყოლა მაიძულეს. სასაცილო ამბების თუ არ გჯერათ, თქვენ სიძეს კითხეთ. მოგიყვებათ. ასეთი ადამიანი ვარ. შემდეგ ყველას ვაგდებ ხოლმე. Ondan emin. ეჭვი არ მებარება. ვიდრე სიცილისგან არ ჩაიფსავენ, არსად უშვებ. ხუმრობ. Ama ciddi ისე სერიოზული ადამიანი ვარ. პასუხისმგებლობის sahibi bir insan. გრძნობა მაქვს. Her Ramazan ყოველ დღესასწაულზე 4 ბავშვს ფულს ჩუქნი. Kardeş. მეგობარო, sana ya. ერთი წუთით შეიძლება? ორი პიცა გვინდა. ხორცით და ცომით. ცომი არ დაგავიწყდეს. გთხოვ. ქალბატონო ასიე. აირანს დალევთ? აკრა ჯანდება გვინდა. სისულელეს ნოლაპარაკობ ძმაო. მიმოიხედე, სოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები შეიკრიბნენ. ნაღების საზოგადოებაა ძმაო, ნამდვილი სამოთხია. შეხედე. ძმაო, ყველაფერი გავარკვიე. იცი ქალბატონი ჰელენი ვინ არის? ჰილალ მოტორსის მეპატრონია. საუკეთესო ფირმის მოტოციკლების ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან. თან მამამის მოტოციკლების უამრავი ქარხანა აქვს. მოტოციკლები, სახელოსნოები, მაღაზიები, სალონები. რა არ აქვს, ძმაო? ქალბატონი ჰელენი კი იმპორტს ხელმძღვანელობს. იმ კაცს ხედავ, მის გვერდით რომ დგას? აჰმედ სურუია, თურქეთის ყოფილი ჩემპიონი. თან მისი მწვრთნელი და კომპანიის დირექტორია. მოკლედ ეს ქალბატონი ყოფილი ავტომობილელია. ახლა მოტოციკლებით დაინტერესდა. ილიას როგორც იქნა იღბალი შემხარესა, ქალმა თვალი დაგადგა. ო, ნამდვილად ასია. სისულელეს ნულაპარაკობ. ხალხს როგორც სპორტსმენი ისე მოვწონვარ. მიხვდა რომ ამ საქმით შეპყრობილი ვარ და დახმარება გადაწყვიტა. მაგრამ მისი დახმარებითაც შევძელი საქმის გაფუჭება. ნეტავ შენი სპონსორები გახდნენ. ჩემნაირ სპორტსმენს, რომელიც იდიოტურ შეცდომებს უშვებს, სპონსორები არ ყავს, გასაგებია? ამიტომ მორჩით ლაპარაკს და აქედან წავიდეთ. ეს საჩვენო ადგილი არ არის. ასე რომ წავიდეთ. ქალბატონო ასიე, გთხოვთ, დამელოდეთ. ერთი წუთით. ყოველთვის ასეთი არ ვიქნები, არ მიაჩვიათ. უბრალოდ თავის მოწონება მინდა, თან ეს თქვენი უბანია. Burası sizin mahalleniz ya. მეზობლებს საჭირო საბაბს მივცემთ. შემდეგ იამაყებთ, რომ ასეთი თავაზიანი და ზრდილობიანი ბიჭი აღმოჩნდი. რა თქმა უნდა, ბატონო მეთინ, რა თქმა უნდა. Hoş geldin Metin kardeş. მობრძანდით, მეთი მეგობარო, მობრძანდით. სად იყავით, ახალგაზრდებო? Bak şimdi. ოსმან, ქალბატონი ასიე თავს უხერხულად გზნობს. თქვენ ხომ ნება დაგვდეთ? Hem ასე არ არის? რა თქმა უნდა, ძვირფასო, რა თქმა უნდა, ვიხუმრე. ლაპარაკში დრო შეუმჩნევლად გადის. მართალი არ ვარ? ცოლის დავ. სიმპათიურ ბიჭს შეხვდი და სახლის გზა დაგავიწყდა, არა? ამას უყურეთ. vallahi გეფიცები, შესანიშნავად ვილაპარაკეთ, ძმა ოსმან. შვენიერი. ასიე? დაო, საღამომ როგორ ჩაიარა? მოგიყევი. değil mi? He? კარგად ძმა. ილიას ვიღაცა შენი გაცნობა უნდა. სერმეთ მერთოღლუ. დღეს თვალს გადავნებდი, შესანიშნავად იარე. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიმარჯვებდი. შემდეგ კი მითხეს ავარიაში მოყვაო. ძალიან მეწყინა. გმადლობ ძმაო, შენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. სიამოვნებ შენგან ამის მოსმენა. მომისმინე, სპორტს თავი არ დაანებო. შესანიშნავ ტექნიკას ფლობ. შენს გარდაცვლილ ძმას ქემალს კარგად ვიცნობდი. ლეგენდა იყო. ის გამახსენე. შესანიშნავად უსწავლებია ყველაფერი. შესამჩნევია. ბატონო სერმეთ, კაბინეტში ჟურნალისტები გელოდებიან. კარგი, ნახვამდის ილიას. გმადლობ ძმაო, ნახვამდის. ახლა ვემოვალ.
მოტოციკლს გამოგიგზავნი. მინდა ვარჯიში გააგრძელო. ილიას, ირგვლივ მიმოიხედე. მათთვის მოტოსპორტი უბრალოდ ჰობია. შენ განსხვავდები. ასეთი შესაძლებლობები არ გაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებით მონდომებული ხარ. მე კი მინდა რომ დაგეხმარო. მოტოციკლზე არ ინერვიულო. ჩვენ სახელოსნოში რამდენიმე საათში შეეკეთებენ, კარგი? კარგი, ნახვამდის. ხო, მართლა. ამ სახლში არავინ ცხოვრობს. როცა მოგინდება, მოდი. ნუ გეშინია. სახლში ყარაულია და შეგიშვებს. გესმის? ხედავ თავს კარგად ვერ გრძნობ. აუცილებლად უნდა დაისვენო. გმადლობ. ნახვამდის. ილიას, რა უნდა ძმაო? შენი სპონსორები ხომ არ გახდებიან? ძმაო, ხალზე რა ვთქვით? შეყვარებული ყოლია, შეხედე. რა გითხარი? რა გითხრა ჰელენმა ძმაო? ძმაო, გითხარი? ილიას, Yine gelirim buraya. მე სანახავად ისევ ჩამოვალ. რა თქმა უნდა, ზაფერი თუნებას დამთავს. მამა ბაჰათინი და დედა სეჰერი. De izni olursa. Gelebilir. შემიძლია მოვიდე არა? Amirim. მამა კომისარო. Geleceğim tabii Metin kardeş. Ara? Geleceğim tabii kapımız her zaman რა açık. თქმა უნდა. მოდი ძმაო მეთინ, რა თქმა უნდა. Asiye? ასიე, იქნებ სტამბოლში გავემგზავროთ. მეთინი გაგვასეირნებს. სხვა გზა არ აქვს, არა? Eli mecbur artık aldıracak değil mi? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აუცილებლად გელოდებით. ბიჩს გასახანს არ მივცემ. ეს ლამაზი გოგო უნდა მოიტაცოს. İlahi რა მაგარი ხარ ჩეთინ, ამბობენ სიყვარული უფლისნებაო. hizmet meselesi değil mi? ღმერთმა ქნას ასე იყოს. კარგი, ჩვენი წასვლის დროა. წავედით. თქვენი ნება, ნახვამდის. დაგირეკავთ. რა თქმა უნდა. მობრძანდით, გთხოვთ. Her zaman ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა. ჩამობრძანდით, როცა მოისურვებთ. რა თქმა უნდა. აბა, როგორ მოგეწონა? რა საყვარელია, სასიამოვნო ბიჭია რა. მომეწონა. ო, კარგი ბიჭია. თქვენთვის შეუფერებელ ბიჭს ხომ არ შემოგთავაზებდით, დედა სეჰერ. Asiye ასიე, გილოცავ. შეხედე. სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებთ. ნახე. yüksek ყველაფერს კარგს გისურვებთ. ev kurmasınlar. ნახვამდის, კარგად. გაგაფრთხილე რომ სახლიდან გაგაგდებდი შეჯიბრებაში მონაწილეობას თუო მიიღებდი. გახსოვს? ამიერიდან ჩემს სახლში შენი ადგილი არ არის. ამ დილაუთენია რა მოხდა ძმაო? სად მიდიხარ? ძმაო, რა დაგემართა? სად მიდიხარ? შენ გეკითხები, ილიას, შეკითხვა დაგისვი, სად მიდიხარ?
სად მიდიხარ? პური უნდა ვიყიდო, მალე მოვალ. არა, დარჩი. ჯანკათი იყიდის. მიდი სუფრა გაშალე. თავი დამანებე, ღმერთო ჩემო. არა, ახლა თითქმის დანიშნული ხარ. შენს ნებაზე აქეთ-იქით ვეღარივლი. რას ამბობ? თავი დამანებე. თუ გათავხედი. ყობიდან ნუ გამოყავარ. ხელი არ მახლო გესმის? როცა მომინდება, მაშინ გავალგარეთ. სახლში ვერავინ გამომკეტავს. მოდი აქ. ჯანდება, თავხედო, სად მიდიხარ? მოდი აქ. თავი ვინ გონია? ბაჰათინ. მოდი აქ მეთქი. ცხოველო გამიშვი. მოდი აქ. ბაჰათინ. მოდი აქ. საკმარისია. ცხოველო. ეყოფათ. ეყოფათ. ხელი გამიშვი. თხილად. თავი დამანებეთ. მოდი აქ შენ. წადი. გაიქეცი თუ გაიქცევი. წადი მეთქი. არ გინდა გავისეირნოთ. გაერთობი. გამოდი, ნუ გეშინია. ფრთხილად. კარგი, ფრთხილად. მაგრად მოეჭიდე. მშვიდად.
Baba, მამა, kalktın mı? უკვე ადექი? Ben uyuyorsunuz. მეგონა გეძინე. ავდექი შვილო, ავდექი. Bir kahve yapayım mı? საუზმემდე ყავა მოგიდუხო? სიბელ. ილიასი სად არის? სადმე გავიდა? არ ვიცი, არ მინახავს დედა. ილიასი წუხელ სახლიდან გავაგდე. ყველა მიცოდეთ და ტყუილად არ მოძებნოთ. რას ნიშნავს სახლიდან გააგდე? როგორ თუ გააგდე? ვისაუზმოთ? კარგი. ჯეჯებში მონაწილეობის მიღება აუგზალე. უკანასკნელად გავაფრთხილე. დუჩინი ისევ წავიდა. ამიერიდან რაც უნდა ის გააკეთოს. უფროსი ვაჟი ვერ დავიცავი ამ უბედურებისგან. ახლა მკვდარია. არ ვაპირებ ველოდო მეორე ვაჟი როდის მომიკვდება. ჩემ შვილ სახლიდან ვერ გააგდებ. ახლავე მოიყვანე. თორემ ნერმინთან გადავალ საცხოვრებლად და შეგიძლია სამუდამო დამივიწყო. ნაძირალა რომელიც ჩემს ნათქვამს არ ასრულებს ამ სახლში ვერ დარჩება. ყოველთვის ხელს უწყობ. უსაქმურია. ამ ხელა ბიჭია და ისე უსაქმურად დადის. ჩემ შვილს არ ჩაერიო. ბავშვი აღარ არის. 23 წლისაა. მამა, ტყუილად ნუჩხუბობ. დედა ფატმა შვილს ქუჩაში არ დატოვებს. ილიასი კი ისევ ისე მოიქცევა როგორც უნდა. თქვენ ჭკუბს დასასრული არ აქვს. ჩემ საქმეში არ ჩაერიორ. სალიხ. შვილები იმისთვის არ გამიზრდია რომ ქუჩაში გამიყარო. უფროსი შვილი დამარხე და ახლა უმცროსი ცოცხლად გინდა დამამარხინო. სალიხ, ახლავე დამიბრუნე ჩემი შვილი. რა ვქნა როგორ მოვიქცე? ჩემი შვილი მშიერ მწყურვალი ქუჩაში დამიტოვა. გამატარე. Aç değil misin? არ ვისაუზმოთ? Çok güzel. Al bak ekmek. ჭამე, გემრიელია. Evet. ხო, გემრიელია. Ya, პომიდორს არ ჭამ? Alayım. კი, ვჭამ. Bu peynir მგონი ბრინზა თხის რძით უნდა იყოს დამზადებული. sanki გითხავ. çorap geldi. თითქოს ფრენით მოვედითო. ჯერ ისევ მაყანყალებს. üşümedin değil mi? ხომ არ შეგწივდა? Yani რა თქმა უნდა, ჯერ გრილლა. ზაფხული ახლა იწყება. Vaktim თუ გცალია და არცად გაგვიანდება გზად ჩანჩქერი ვნახოთ. ტყის პირას რომ არის, ძალიან ლამაზი ადგილია. tamam. კარგი. Bana uyar. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. rahat bir kız. ისე თავისუფლად დამთანხმდა, რომ ეთყობა არაფერი აფერხებს. Uyuyacak evdekiler beni. მშობლები მომკლავენ. Dönmem lazım. დროზე უნდა დავბრუნდე. სანამ არ შებინდებულა. სახლი. İlişkiler teklemeye თუ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, უარესად ნუ გაართულებს საქმეს. başlamak en iyisi aslında. Çok haklısın. სავსებით მართალი ხარ. Boş bırakacağım. ასეთ მზად უნახავს ხელიდან ვინ გაუშვებს. Birazdan da barış. ალბათ მალე შეურიგდება. Yukarısı için ზემოთ უფროსი გრილია. dönelim istersen. წამოდი წავიდეთ. Hem belli ki senin იქნებ საქმე გაქვს და მშვიდად დაფიქრება გჭირდება. sakin kafa. შესაძლოა შენ მეგობართან უბრალოდ დაჯდომა და დალაპარაკებაა საჭირო. Olmadan icap eder arkadaşınla. ერთი წუთით თუ შეიძლება. Eyvah.
Vah sevgilim var. რა საშინელებაა? გადაწყვიტე რომ შეყვარებული მყავს. Annen de arayan desem. ვუთხრე რომ შეყვარებული არ მყავს და დედა მირეკავდა. Hevesli gibi. უმიზეზოდ ხომ ვერ ვეტყვი რომ შეყვარებული კი არა დედა მირეკავდა. Aradılar diye. Gelmişken çıksaydık şöyle. რადგან აქ ვართ? ბარემ ჩანჩქერზე ხომ არ წავიდეთ? Yani tabii senin ბავშვობის შემდეგ იქ აღარ ყოფილ ვარ. კარგი, ასე იყოს.